როგორ უპირისპირდება AI სამყაროს შეუქცევად სვლას ქაოსისკენ? ენტროპია ბუნების შეუქცევადი სვლა ქაოსისკენ, განფენისკენ. აი მაგალითად, თქვენი ყავა რომ ჭიქაში გრილდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სითბო ჭიქიდან ოთახში ნაწილდება და არასოდეს პირიქით უკან ჭიქაში არ უბრუნდება. მსგავსად ფართოვდება სამყაროც. ჰიპოთეზის თანახმად, მიილტვის სრული ქაოსისკენ. ნებისმიერი დიდი აღმოჩენა თუ გამოგონება შეგვიძლია ერთგვარად აი ამ ქაოსთან, დეგრადაციულ ძალასთან დაპირისპირებად მივიჩნიოთ. აი მაგალითად, ცეცხლი უპირისპირდება სიცივეს, მედიცინა უპირისპირდება მიკროსკოპულ ქაოსს, დამწერლობა და მონაცემთა ბაზები უპირისპირდება ინფორმაციულ ქაოსს, ელექტროენერგია მაგალითად ენერგიის უწესრიგობას. ხოლო აი AI პოულობს წესრიგს და პატერნებს ძალიან დიდი მონაცემების მასივებში, ანუ ქაოსში. 1956 წელს, ანუ ზუსტად იმ წელს, როდესაც პირველად დაიბადა იდეა ადამიანური ინტელექტის ხელოვნური სიმულირების შესახებ, აიზეკ აზიმოვმა აი ეს ბრძოლა ქაოსთან თავის მოთხრობაში The Last Question აღწერა. აზიმოვის სამყაროში ადამიანები 1000 წლების მანძილზე ერთი და იმავე შეკითხვას უსვამენ ხელოვნურ ინტელექტს, მულტივაქს. არის თუ არა შესაძლებელი ენტროპიის უკან შებრუნება, ანუ ამ ქაოსიდან განფენიდან ისევ ფორმაში, წესრიგში დაბრუნება. და მულტივაკის პასუხიც ერთი და იგივე იყო. Insufficient data for a meaningful answer. ანუ არასაკმარისი მონაცემი აზრიანი პასუხისთვის. და მაშინ და მულტივაკს შეგვიძლია შევხედოთ როგორც იმ ხელოვნური ინტელექტის სიმბოლოს, რომელიც არსებულ მონაცემებზე შეძლებს მხოლოდ манипуლირებას. თანამედროვე AI განსაკუთრებით დიდი ენობრივი მოდელები, LLM-ები სწორედ ამ ფუნდამენტურ ლიმინტს აწყდებიან. და ამ ლიმინტების უკეთესად წარმოსადგენად მოდი გავუსახოთ ცოდნის პირამიდა. ცოდნის პირამიდის პირველი საფეხური ეს არის მონაცემები და დაუშვათ გვაქვს რაღაცა მონაცემები. 18, 20, 25, 45, 55. თავისთავად ეს მონაცემები არაფერს არ გვეუბნება გარდა იმისა, რომ არის რაღაცა რიცხვები ერთად თავმოყრილი. მაგრამ თუ მონაცემებს დავუმატებთ ცოტაოდენ შინაარსს და ვიტყვით, რომ ეს რიცხვები რეალურად როგორც ქვადის ვიდეო კონტენტის მაყურებელთა ასაკებია, მაშინ მივიღებ ინფორმაციას. ხოლო ინფორმაციას თუ დავუმატებთ ცოტაოდენ ინტერპრეტაციას და ვიტყვით, რომ აი დაკვირვების შედეგად გავიგეთ, რომ ამ ვიდეოს მაყურებელთა უმრავლესობა არადა ყველა არის სრულწლოვანი, მივიღებ ცოდნას. ხოლო ცოდნას თუ დავუმატებთ განშის უნარს და გადაწყვეტილების უნარს, მივიღებ პირამიდის ბოლო საფეხურს, სიბრძნეს. და აი ამ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიბრძნე იქნებოდა გადაგვეწყდა და გავეკეთებინა AI ვიდეო, საინფორმაციო ვიდეო ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის. თანამედროვე AI ეფექტურად ამუშავებს მონაცემებს, აჩქარებს შემოქმედებას, ებრძვის ქაოსს. მაგალითად იმით, რომ მილიარდობით მოლეკულური კომბინაციის დამუშავებით ეხმარება ბიოლოგიური ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ასაც აქვს ლიმიტები. და ამ ლიმიტებიდან უმთავრესი არის ეგრეთ წოდებული სიბრძნის ხარვეზი, wisdom gap. AI-ს აქვს მონაცემები, აქვს ინფორმაცია, აქვს ცოდნა, მაგრამ მას არ აქვს რეალური სიბრძნე. ანუ მან იცის რა, როგორ და რატომ არის, მაგრამ არ იცის რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთოს. ანუ მას არ შეუძლია საკუთარ თავს განუსაზღვროს მიზანი. მას არ შეუძლია ობიექტურად განსაჯოს, ანუ გადაწყვიტოს და გითხრას რა არის სწორი და არასწორი. მას არ შეუძლია ფიზიკურად შეიგრძნოს სამყარო. არ იცის, რომ არსებობს. რაც მთავარია, თავად არასოდეს არ სვამს შეკითხვებს. ხელოვნურ ინტელექტს დღეს შეუძლია შექმნას სამყაროში ყველაზე დიდი ცოდნის საცავი. მაგრამ ჩვენ, ადამიანებმა უნდა განუსაზღვროთ მას საბოლოო მიზანი. აი AI შეგვიძლია შევხედოთ როგორც კაცობრიობის აკუმულირებულ ცოდნას ჩვენი ცნობიერის გარეთ გადგმულს, რომელიც ელოდება ჩვენსავე ინსტრუქციებს, რომ ამ ცოდნაზე манипуლირება მოახდინოს. ისევ აზიმოვს რომ დაუბრუნდეთ. კითხვაზე არის თუ არა ენტროპიის შებრუნება შესაძლებელი, მულტივაკს 1000 წლების მანძილზე არ ჰქონდა პასუხი. თუმცა მოთხრობის დასასრულს, როცა სამყაროს ეს ქაოსი და ენტროპია ამარცხებს და მულტივაკის ბოლო ვერსია Cosmic Case მარტო რჩება ამ კითხვასთან, პასუხსაც პოულობს და თავიდან ქმნის სამყაროს, ოღონდ ისევ ადამიანებისთვის. Cosmic Case დღევანდელი ტერმინებით შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვნურ სუპერინტელექტად, იგივე ASI-თ. ASI ცოტა არ იყოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია ჯერჯერობით, მაგრამ მისი იდეა და ზოგადად ხელოვნური ინტელექტის იდეა მაინც იგივე რჩება. დააკმაყოფილოს ჩვენი ცნობის მოყვარეობა, შეებრძოლოს ქაოსს და უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. თუმცა აქ თავარი ერთადერთია. რა შეკითხვას დაუსვამთ მას?